კარგი, დიდი მადლობა. ნისიმ ბლეკი საერთაშორისო აღიარებული მუსიკოსია. მე ვარ იურისტი და ჭtillovani გენერალური პროკურორი. მხოლოდ ერთ-ერთი ჩვენგანი ავსებს დარბაზებს იმ ადამიანებით, ვისაც ნამდვილად სურს მათი მოსმენა. ეს იყო აბსოლუტურად ფანტასტიკური ნისიმ და გისურვებ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს. აქამდე იერუსალიმში საოცარი 24 საათი გავატარე. გუშინ, როგორც შეიძლება იცოდეთ, ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრმა გადადგა. მხოლოდ 2 წლის შემდეგ, რაც მან ისტორიული საპარლამენტო არჩევნები მოიგო. და დღესვე ვესტმინსტერი უკვე იმაზე ფიქრობს, თუ ვინ შეიძლება შეცვალოს კეირ სტარმერი. წლების განმავლობაში ისრაელი ბრიტანეთს პოლიტიკურ სტაბილურობის მაგალითად აღიქვამდა. და ბრიტანეთი ისრაელს იმ ქვეყნად აღიქვამდა, სადაც მთავრობა ყოველ რამდენიმე თვეში იცვლებოდა. ბოლო რამდენიმე თვის და განსაკუთრებით ბოლო 24 საათის მოვლენებს რომ ვუყურებ, აღარ ვარ ბოლომდე დარწმუნებული, რომელი ქვეყანა რომელს უნდა აძლევდეს მაგალითს. მაგრამ პოლიტიკური არასტაბილურობა ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი არ არის. რაც ბევრად უფრო მაწუხებს, არის ის თუ რას გვიყვება ბოლო მოვლენები დემოკრატიული საზოგადოებების ჯანმრთელობაზე და განსაკუთრებით ებრაული თემების მდგომარეობაზე, როგორც გაერთიანებულ სამეფოში, ისე დასავლეთის სხვა ქვეყნებში. გუშინ შუადღეს ბრიტანეთის პარლამენტის წევრებმა ვესტმინსტერში განიხილეს პეტიცია, რომელიც ითხოვდა გამოძიებას იმაზე, რასაც როგორც შუამდგომლობაში იყო ნათქვამი, უტოდებდნენ პრო-ისრაელურ გავლენას გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკასა და დემოკრატიაზე. ეხლა ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო. პარლამენტმა უნდა განიხილოს რთული საკითხები. თავისუფალი საზოგადოებები დამოკიდებულია დისკუსიაზე. არც ერთი მთავრობა, არც ერთი ინსტიტუცია და არც ერთი ქვეყანა არ არის კრიტიკისგან დაცული, მათ შორის ისრაელიც. სინამდვილეში ყველაზე მკაცრ კრიტიკას, რომელსაც ისრაელის ამჟამინდელი მთავრობის მიმართ ვისმენ, ჩემი მეზობლები თელ-ავივში გამოთქვამენ, რადგან ისრაელს ძლიერი, თუმცა ზოგჯერ არეულ-დარეული საჯარო სივრცე აქვს. მაგრამ დემოკრატიული საზოგადოებები დამოკიდებულია ჩვენს უნარზე, გავარჩიოთ კრიტიკა და ცრურწმენა, გამოკვლევა და ეჭვი, ლეგიტიმური გამოძიება და შეთქმულების თეორიები. როგორც ჭtillovani გენერალური პროკურორი, ჩემი პოლიტიკური ცხოვრების დიდ ნაწილს უთმობ ფიქრს კანონის როლზე დემოკრატიულ საზოგადოებაში. კანონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა მკაფიო ზვარის გავლება. ბრიტანეთმა უნდა გამოიძიოს მტრული უცხოური ჩარევა. ბრიტანეთმა უნდა გამოიძიოს ჯაშუშობა. ბრიტანეთმა უნდა გამოიძიოს მტრული სახელმწიფოების ფარული გავლენის ოპერაციები. რუსეთი, ჩინეთი და ირანი ყველა წარმოადგენს რეალურ გამოწვევას ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის. მაგრამ დემოკრატიებმა ასევე ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ არაურიონ უცხოური ჩარევა საკუთარი მოქალაქეების კანონიერ მონაწილეობაში საზოგადოებრივ ცხოვრებაში. და იმ წამს, როცა ჩვეულებრივ პოლიტიკურ ჩართულობას ეჭქვეშ ვაყენებთ, ვასუსტებთ იმ თავისუფლებებს, რომლის დაცვასაც ვაცხადებთ. და სწორედ ამიტომ ბევრი ბრიტანელი ებრაელი გუშინდელ დებატებს შეშფოთებით უყურებდა. არა იმიტომ, რომ დებატების ეშინიათ, არა იმიტომ, რომ საფუძვლიან განხილვას ეწინააღმდეგებიან, არამედ იმიტომ, რომ გარკვეულ კანონზომიერებებს ცნობენ. ენა იცვლება, პოლიტიკური კონტექსტი იცვლება, სამიზნეები იცვლება. თუმცა ზოგჯერ ძირითადი მინიშნება საოცრად მსგავსად შეიძლება ჟღერდეს. მოსაზრება, რომ ებრაელებს ან ებრაულ სახელმწიფოსთან დაკავშირებულ პირებს ფარული გავლენა აქვთ და განსაკუთრებულ გამოძიებას საჭიროებენ, ახალი ბრალდება არ არის. ეს ისტორიის ერთ-ერთი უძველესი სიცრუეა. ამიტომ ბევრი ბრიტანელი ებრაელისთვის ეს დებატი ძალიან ახლოს იყო იმ ნარატივთან, რომელიც ჩვენთვის ზედმეტად კარგად არის ცნობილი. და მე ამ ცვლილებებიდან ზოგიერთი მე-7 ოქტომბრის შემდეგ მაშინვე ვიგრძენი. შეიძლება ნახეთ ჩემი გამოსვლა, სადაც საუბრობდი ისრაელის არმიაში მსახურებელი ადამიანების შედარებაზე, რომელთაგან ზოგი, როგორც იცით, ჩემთვის ძალიან ახლობელია
და ჩემს შიშებზე ჩემი ქალიშვილის მიმართ. ლონდონში, როცა მაგენ დავითის ვარსკვლავის ტარება ლონდონის მეტროში. და პირველად ჩემს ცხოვრებაში მისი გამო ვნერვიულობდი. და ეს აზრი ჩემთვის ახალი იყო. არა იმიტომ, რომ ბრიტანეთი მანამდე თავისუფალი იყო ანტისემიტიზმისგან. არც ერთი საზოგადოება არასდროს ყოფილა ანტისემიტიზმისგან თავისუფალი. არამედ იმიტომ, რომ ბევრ ებრაელს მიაჩნდა, რომ მათი ადგილი, ჩვენი ადგილი, ბრიტანულ საზოგადოებაში იყო უსაფრთხო, მიღებული და უსადაო. და ბევრმა ადამიანმა გააცნობიერა 7 ოქტომბრის შემდეგ, რომ ის ვარაუდები, რასაც ადრე თავისთავად მივიჩნევდით, აღარ შეგვეძლოს სულად თავისთავად მიგვეჩნია. და ვფიქრობ, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული შედეგი მას შემდეგ გასული თვეების განმავლობაში. არა მხოლოდ ანტისემიტური ინციდენტების ზრდა, არა მხოლოდ შეურაცხყოფა, არა მხოლოდ დაშინება, არამედ ის შეგრძნება, რომ ჩვეულებრივ ებრაელებს თხოვენ გაამართლონ თავიანთი ადგილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ისე როგორც ამას არავის სხვას არ სთხოვენ. და მაინც მე ოპტიმისტად ვრჩები. ბრიტანეთის ებრაული საზოგადოების ისტორია ებრაული დიასპორის ერთ-ერთი უდიდესი წარმატების ისტორია. 3 საუკუნისა და ნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში ებრაელები ბრიტანეთის ეროვნული ცხოვრების ყველა ასპექტში წვლილი შექონდათ. პარლამენტში, სამართალში, მედიცინაში, მეცნიერებაში, ბიზნესში, განათლებაში, ხელოვნებაში, საჯარო სამსახურში. ებრაელებს არა მხოლოდ თანამედროვე ბრიტანეთის აშენებაში მიუძღვით წვლილი, არამედ ეს წვლილი დღესაც გრძელდება. მაგრამ გამოწვევები რეალურია. ანტისემიტიზმი რეალურია, ექსტრემიზმი რეალურია. სნეხი დემოკრატიულ საზოგადოებებზე რეალურია. მაგრამ ასევე რეალურია ებრაული საზოგადოების გამძლეობაც. და ვფიქრობ, უნდა გავამახვილოთ ყურადღება ერთ აბსოლუტურად ცენტრალურ საკითხზე. ებრაული საზოგადოების დაცვა მხოლოდ ებრაული საკითხი არ არის. ეს არ არის წყალობა, რომელიც ებრაელებს ეძლევათ. ეს არ არის დათმობა. ეს არ არის განსაკუთრებული პრივილეგია. ეს არის თესტი იმისა, შეძლებს თუ არა დემოკრატიული საზოგადოება დარჩეს ერთგული საკუთარი ღირებულებების. როდესაც მოქალაქეებს შეუძლიეს თავისუფლად მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში შიშის გარეშე, მაშინ დემოკრატია ყვავის. ებრაელების დაცვა არ არის გამოყოფილი დემოკრატიის დაცვიდან. ეს ორი განუყოფელია. როგორც რაბი ლორდი საქსი ყოველთვის გვასწავლიდა, საზოგადოება, რომელიც ანტისემიტიზმს იფარებს, ავადმყოფი საზოგადოებაა. საზოგადოება, რომელიც ანტისემიტიზმს იწმენს, სასიკვდილოდ ავადმყოფი საზოგადოებაა. და სწორედ ამიტომ ყველაფერს ეს მნიშვნელობა აქვს. არა მხოლოდ ებრაული საზოგადოებისათვის, არა მხოლოდ ბრიტანეთისათვის, არამედ დემოკრატიული საზოგადოების მომავლისათვისაც. და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საღამოს იერუსალიმში ვიკრიბებით. ერთადერთ ადგილას მსოფლიოში, სადაც არავის სჭირდება ახსნა, რატომ არის ებრაელთა უსაფრთხოება მნიშვნელოვანი. მაგრამ ებრაული ცხოვრების მომავალი არასოდეს ყოფილა დამოკიდებული მხოლოდ იმაზე, რაც იერუსალიმში ხდება. ის ასევე დამოკიდებულია იმაზე, რაც ლონდონში, პარიზში, ბერლინში და ნიუ-იორკში ხდება. და ამიტომ ჩვენი ამოცანა გვქონდეს რწმენა ჩვენი იდენტობის, ჩვენი ღირებულებების, სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. და რწმენა იმისა, რომ 2026 წლის ონლაინ სამყაროშიც კი სიმართლე საბოლოოდ უფრო ძლიერია ვიდრე ცრურწმენა და უფრო ძლიერია ვიდრე შეთქმულება. გამოწვევები უზარმაზარია, მაგრამ ასევე დიდია ჩვენი მიზანდასახულობაც. და თუ ბოლოს 3,500 წლის ებრაული ისტორია რამეს გვასწავლის, ეს სწორედ ისაა, რომ ისინი, ვინც მუდმივად წინასწარმეტყველებენ ებრაელი ხალხის დაცემას, საოცრად ცუდი შედეგებით გამოირჩევიან. ამ ისრაელ ხაი, გმადლობთ.